და დღის სხვა მთავარი თემები პაციენტის სამედიცინო კლინიკების წინააღმდეგ 23 წლის გოგონას ოჯახი ნიუ ჰოსპიტალსა და ამტელ ჰოსპიტალს უჩივის საქმეს უკვე სწავლობენ პროკურატურაში. ნათია გაძვარაშვილს ნიუ ჰოსპიტალში საკეისრო კვეთის ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა მისი მდგომარეობა იმდენად ამძიმდა, რომ ჯერ სეფსისის ცენტრში, შემდეგ კი ამტელ ჰოსპიტალში მოხვდა, სადაც საშველოსნო ამოაჭრეს. კრიტიკული მედიცინის ცენტრის დასკვნის მიხედვით პაციენტმა ჯანმრთელი ორგანო დაკარგა. 23 წლის პაციენტის ნათია გაძვარაშვილის საქმეს ჯანდაცვის სამინისტრო და პროკურატურა ერთდროულად იძიებს. საქმე ეხება ექიმების მიერ ოპერაციის დროს დაშვებულ შეცდომას, რის შედეგადაც მკურნალობის ნაცვლად პაციენტს სრულიად ჯანმრთელი ორგანო ამოკვეთეს. პაციენტის მეუღლე ლევან ღარიბაშვილი ექიმების მხრიდან დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს. ნათია გაძვარაშვილის საკეისრო კვეთა ნიუ ჰოსპიტალის სამშობიარო სახლში გინეკოლოგმა დავით მიქაბერიძემ გაუკეთა. ლაშა ღარიბაშვილი იხსენებს, თუ როგორ დამძიმდა ოპერაციიდან რამდენიმე დღეში პაციენტის მდგომარეობა. პრობლემა მოდის საკეისრო კვეთის შემდგომ. მაგრამ ვერ გეტყვით ზუსტად რასთან გვაქვს საქმე. ალბათ ამ ყველაფერს ისევ და ისევ გამოძიება ჯანდაცვის სამინისტრო და შემდგომში გამოძიება დაადგენს. საპირისპირო ამტკიცებს ნიუ ჰოსპიტალის ექიმი დავით მიქაბერიძე. მიან გინეკოლოგი აცხადებს, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდა. თუმცა მიქაბერიძეს უჭირს ახსნა, თუ რატომ განუვითარდა წარმატებული ოპერაციის შემდეგ პაციენტს სეფსისი. არც ერთ ეტაპზე ტემპერატურის მომატებას ადგილი არ ქონია, სისხლის ანალიზების წყნარი იყო, იმასვე მიაკითხა სეფსისის ცენტრს და არ ვიცი ხა იქ როგორი მდგომარეობა იყო, ნამდვილად ვერ გეტყვით. დავით მიქაბერიძეს უპირისპირდება სეფსისის ცენტრის ექიმი ლუიზა მგალობლიშვილი. იგი მეცხრე ახთან საუბარში აცხადებს, რომ პროკურატურასა და ჯანდაცვის სამინისტროს ჩვენება უკვე მისცა. ჩვენებაში ექიმი აღნიშნავს, რომ ნიუ ჰოსპიტალის სამშობიარო სახლიდან გამოწერილი პაციენტი სეფსისის ცენტრში კრიტიკულ მდგომარეობაში მიიყვანეს. არაფერი როგორ არ იყო, თუ არაფერი არ იყო, ქალი მოვიდა მოხრილი, ვერ იმართებოდა, ბოთლი ხელში ეჭირა, ენამშრალი, მაგას თქვენ კი არა გამოძიებელი ვერ გაარკვევს, ვერაფერს ისე არეულია ეგ საქმე. პაციენტი სეფსისის ცენტრიდან ამტელ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც საშვილოსნო ამოაჭრეს. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ნათია გაძვარაშვილს ექიმება სრულიად ჯანმრთელი ორგანო ამოკვეთეს. ეს არის კრიტიკული მედიცინის ცენტრის დასკვნა, რომელსაც პროფესორი თემურ ჯორბენაძე აწერს ხელს. ექიმებმა დაუსვეს ასეთ პერიტონიტის დიაგნოზი და ექსპერტიზის დასკვნა, ჯორბენაძის ექსპერტიზის დასკვნა სულ სხვა შედეგი აჩვენა. სრულიად ჯანმრთელი ორგანო ამოიღეს. საქმის სირთულიდან გამომდინარე 23 წლის პაციენტის სამედიცინო ისტორიის შესწავლა სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ჯერ არ დაუსრულებია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემოსულია სააგენტოში განცხადება საქმის მოცულობიდან გამომდინარე ჯერ საკითხის შესწავლა არ დასრულებულა, რაზედაც ეცნობა განცხადებელს. გამოძიების დასრულების შემდეგ დაზარალებული პაციენტის ოჯახი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.